სანამ ლოცვას დავიწყებდეთ, გავიხსენოთ ღვთისძლიერი სიტყვები, უფლის მადლი იყოს ჩვენთან და გააძლიეროს ის, რასაც ჩვენი ხელით ვაკეთებთ. დაძინებისთვის მომზადებისას გახსოვდეთ, რაც არ უნდა ეცადოთ დღეს, ნამდვილი წარმატება და შედეგი მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც ღმერთი დაგეხმარებათ თქვენს საქმეში. შეიძლება დაიღალოთ ყველაფრის დასრულების მცდელობით. მაგრამ სანამ თვალებს დახუჭავთ, გკითხეთ საკუთარ თავს, მოვიწვიე თუ არა ღმერთი დღეს ჩემს საქმეში. ვთხოვე თუ არა მას, რომ ჩემი საქმე კურთხევად ექცია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვებისთვისაც. ზოგჯერ ჩვენი ცხოვრება მუდმივი აჩქარებითაა სავსე. იმდენი რამ არის გასაკეთებელი, ამდენი საზრუნავი. მაგრამ ამ აურზაურშიც კი ღმერთი მოგიწოდებთ, უბრალოდ დაისვენოთ მასში. დღეს შეჩერდით. დაფიქრდით, როგორ იყო ღმერთი თქვენ დამიკეთილი. გაიხსენეთ ის პატარა სიხარული და მომენტები, რომლებმაც დაგეხმარათ ამ დღის გადატანაში. შეიძლება გაგეცინათ. შესაძლოა მნიშვნელოვანი დავალების შესრულების ძალა იგრძენით. ფილტვებში სუნთქვაც კი მისი სიყვარულისა და წყალობის დასტურია. თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ღმერთმა საჩუქრებით გაგავსათ თქვენი ოჯახი, თქვენი მეგობრები, თქვენი სახლი, თქვენს მიერ შეჭმული საკვები. ეს მხოლოდ შემთხვევითი შემთხვევები არ არის. ეს ყველაფერი მოსიყვარულე მამის საჩუქარია, რომელიც ყოველდღე გხედავთ და ზრუნავს თქვენზე. როდესაც დაღლილები ან დაკავებულები ვართ, ადვილია ამ საჩუქრების დავიწყება. მაგრამ მადლიერებას შეუძლიათ ჩვეულებრივი მომენტები განსაკუთრებულად აქციოს. დაძინებამდე უბრალოდ თქვით მადლობა ყველაფრისთვის, რაც გაქვთ. მაშინაც კი, თუ გრძნობთ, რომ ბევრი არაფერი გაქვთ, მადლიერი გული დაგეხმარებათ და ინახოთ, რამდენად მდიდარი ხართ სინამდვილეში ღვთისმსრულმის წყალობით. შეეცადეთ, დღეს ღამით თქვენი კურთხევები დაითვალოთ. თქვენი გონება არა იმაზე გაამახვილეთ ყურადღება, რაც არასწორად წავიდა, არამედ იმაზე, რაც კარგად წავიდა. როდესაც გაიხსენებთ, რამდენი რამ გააკეთა ღმერთმა უკვე თქვენთვის, წუხილი გაქრება და სიმშვიდე დადგება. ნება მიეცის თქვენს მადლიერებას გავლენა მოახდინოს თქვენს ლოცვაზე ხვალინდელი დღისთვის. სთხოვეთ ღმერთს, რომ ხვალ არა მხოლოდ დახმარებას მიიღებთ, არამედ ვინმესთვის კურთხევაც იყოთ. დაეხმარეთ საკუთარ თავს დაძინებაში იმის ცოდნით, რომ ვინმე მიგრძნო ღვთის სიყვარული თქვენი სიკეთით, მოთმინებით ან უბრალოდ კეთილი სიტყვით. ბიბლია ამბობს, ვინც სხვებს სიკეთეს უკეთებს, უხვად დაჯილდოვდება და ვინც სხვებს ეხმარება, სანაცვლოდ დახმარებას მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ცდილობთ სხვების წახალისებას და მხარდაჭერას, თქვენს ცხოვრებას ღვთის სიკეთისთვის ხსნით. როდესაც სიყვარულს უზიარებთ, არასდროს ხართ ცარიელი. რაც უფრო მეტ სიყვარულს გასცემთ, მით უფრო მეტად აგავსებთ ღმერთი. მას უყვარს, როდესაც მისი სიკეთე თქვენში ვრცელდება. ამიტომ დღეს საღამოს თხოვეთ მას, რომ ხვალ სიკეთის მომტანი ადამიანი გახადოს. და თქვენი სიტყვები ნუგეშს მოუგვრიდეთ, თქვენი ქმედებები დაგეხმაროთ და თქვენი თანდასწრებით სიმშვიდე მოიტანოთ, სადაც არ უნდა წახვიდეთ. არ არის აუცილებელი იყოთ სრულყოფილი, რომ კურთხევა იყოთ. თქვენ უბრალოდ უნდა ილოცოთ. ეს იწყება იმ წყნარ მომენტებში, როდესაც გულს ღმერთს ანდობთ და სთხოვთ მას, რომ გიხელმძღვანელოთ. საწოლში წოლისას ილოცეთ, რომ მისი მადლი თქვენზე დამკვიდრდეს. სთხოვეთ მას, რომ თქვენს გულს სხვები ისე დაინახოს, როგორც ის ხედავს. ილოცეთ, რომ მისი სიბრძნე წარმართავდეს თქვენს ნაბიჯებს და მისი თანაგრძნობა თვალსაჩინო იყოს თქვენს ყოველ ქმედებაში. გჯეროდეთ, რომ სანამ გძინავთ, ღმერთი აგრძელებს მუშაობას. ის აწყობს იმას, რისი კონტროლიც არ შეგიძლიათ და გამზადებთ ახალი დღისთვის. ნუ ატარებთ ხვალინდელი დღის საზრუნავს დღეს ღამით. მიანდეთ ისინი მას. იგივე ღმერთი, რომელიც დღეს გიყურებდათ, მთელი ღამე გიყურებთ. როდესაც თვალებს დახუჭავთ, სიმშვიდემ დაიცვას თქვენი გული. თქვენ ღრმად გიყვართ, სრულად გხედავთ და გიცნობთ ის, ვინც არასდროს ძინავს. და მისი ყოფნა იყოს თქვენი ნუგეში, ხოლო მისი დაპირებები თქვენი იავნანა. დაიძინეთ მის მფარველობაში. ზეციერ მამაო, შენი სიყვარული არასდროს მთავრდება. შენ ხარ ჩემი შემოქმედი, ჩემი მფარველი და ჩემი მარჩენალი. მადლობა სიცოცხლის საჩუქრისთვის. ყოველი სუნთქვა, რომელსაც ვისუნთქავ, შენს წყალობაზე მეტყველებს. მადლობა, რომ მთელი დღე ჩემთან ხარ. შენ მომეცი ძალა, როცა დაღლილი ვიყავი და სიმშვიდე, როცა ვნერვიულობდი. მადლობა, რომ მიცავ და წარმართავ ჩემს ნაბიჯებს შენი ერთგული სიყვარულით. მადლიერი ვარ სახლის, საკვების, სითბოს და იმ ადამიანების მარტივი საჩუქრებისთვის, რომლებიც მიყვარენ. ეს შენს მუდმივ სიკეთეს მახსენებს. უფალო, რადგან ასე უხვად მაკურთხე, დამეხმარე, რომ ეს სიკეთე სხვებსაც გავუზიარო. მასწავლე ვიყო კეთილი და მომთმენი.
გამომიყენე, რათა ყველგან ნუგეში სიხარული და იმედი მოვიტანო. და ეს ჩემმა სიტყვებმა განკურნოს და ჩემმა ქმედებებმა შენი სიყვარული გამოხატოს. გთხოვ, რომ მშვიდობის მომტან ადამიანად მაქციო. დამეხმარე, რომ კონფლიქტების შემრიგებელი და დამშვიდებელი ვიყო. მე მჯერა შენი სიტყვის, უფლის წყალობა იყოს ჩემთან და განამტკიცოს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ. გთხოვ, რომ შენი წყალობა იყოს ჩემზე და ჩემს საყვარელ ადამიანებზე. აკურთხე ჩვენი საქმეები. დამეხმარე ვიყო შენი შვილი, რომელიც სიმშვიდეს მომიტანს. და მშვიდობა დაიწყოს ჩემს გულში და გავრცელდეს ჩემს სახლსა და თემში. სადაც დაპირისპირებაა, დამეხმარე გაგების მოტანაში. სადაც სასოწარკვეთილებაა, დამეხმარე იმედის მოტანაში. უფალო მასწავლე ისეთი კეთილი სიტყვების თქმა, რომლებიც სიცოცხლეს მომიტანს. შემახსენე, რომ ყველაფერი, რაც შენგან მაქვს, შენგან არის. მომეცი სიბრძნე, რომ ჩემი კურთხევების ხვების დასახმარებლად გამოვიყენო. შენი სიტყვა ამბობს, რომ ერთმანეთის თვირთი უნდა ვატაროთ. დამეხმარე ვილოცო მათთვის, ვინც იტანჯება და დავეხმარო მათ, ვინც მარტოა. და ეს ჩემი გული მოწყალე იყოს გაჭირვებულთა მიმართ. უფალო, ახლა დასაძინებლად ვემზადები. ყველა ჩემს საზრუნავს შენ განდობ. მთელი ღამე მიყურე მე და ჩემს საყვარელ ადამიანებს. შენი თანდასწრებით შემოგვიარე ჩვენი სახლი და დაგვიფარე. და ეს შენმა მშვიდობამ დაამშვიდოს ჩემი გონება. მოიშორე ყველა წუხილი, დაამშვიდე ყველა შიში და ავსე სრულყოფილი სიმშვიდით. გმადლობთ, მამაო, რომ მომისმინეთ. იესო ქრისტეს სახელით გევედრები. ამინ.